არის ეპოქები, რომლებიც უბრალოდ უხმაუროდ ქრებიან და არის ეპოქები, რომლებიც ცვლიან სამყაროს წესრიგს. ძველი ეგვიპტის ახალი სამეფო სწორედ ასეთი დროა. ჰიქსოსთა განდევნის შემდეგ ნილოსის სანაპიროზე იბადება ძალა, რომელიც აღარ კმაყოფილდება არსებობით. ის იწყებს გაფართოებას. ფარაონი აღარ არის მხოლოდ მეფე. ის ხდება წესრიგის გარანტი, ღვთაებრივი ნების გამტარებელი და ამ ყველაფერს ქვა იმახსოვრებს. ეს არის ეგვიპტის ახალი სამეფო. ფარაონი ცხოვრობდა სასახლეში. მის გარშემო იყო მთავრობა და ადმინისტრაცია. მაგრამ ძველ სამეფოში იყვნენ მხოლოდ მეფე და ვეზირი. ხოლო ახალ სამეფოში მთავრობა გახდა უფრო დეტალური. და გაჩნდა არმიის უფროსის თანამდებობა, რადგან ეგვიპტემ დაიწყო იმპერიის შექმნა. მას შემდეგ, რაც ეგვიპტე ჰიქსოსების მიერ იქნა ოკუპირებული 150 წლის განმავლობაში. ამიტომ ეგვიპტელებმა შექმნეს დიდი არმია. შექმნეს დიდი იმპერია და დაიკავეს აღმოსავლეთი. შემდეგ იყო უფრო მეტი კონტაქტი აღმოსავლეთის ხალხთან. ეს ახალ სამეფოში უფრო ხდებოდა, ვიდრე ძველ სამეფოში. ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე, იქ სადაც თებეს ნეკროპოლისი იწყება, უკვე 34 საუკუნეა ორი გიგანტური მონოლითი დგას. დღეს მათ მემნონის კოლოსებად ვიცნობთ. თუმცა ეს 18 მეტრიანი კვარციტის ფიგურები რეალურად ფარაონ ამენჰოტეპ მესამეს გამოსახავს. მემნონის კოლოსები ორი მონუმენტური ქანდაკება, რომელიც თებეს დასავლეთ ნაწილში დგას და ამენჰოტეპ მესამის სამგლოვიარო ტაძარს იცავდა. თითოეული ქანდაკება 18 მეტრის სიმაღლისაა. ისინი იცავდნენ ტაძარს, რომელიც ძველი და ახალი სამეფოს ეგვიპტის ყველა მონუმენტზე უფრო გასაოცარი იყო, მაგრამ სამწუხაროდ ნილოსის შლამმა ის თითქმის მთლიანად დაფარა და აქაური ქვებიც სამშენებლოდ გამოიყენეს. თავის დროზე ისინი ფარაონის უზარმაზარი მემორიალური ტაძრის შესასვლელს დარაჯობდნენ. დრომ, ნილოსის ადიდებამ და მიწისძვრებმა ტაძარი მიწასთან გაასწორა. კოლოსები გადარჩნენ და ერთ-ერთმა ყველაზე უცნაურ ისტორიულ ფენომენს დაუდო სათავე. ძველი წელთაღრიცხვით პირველ 1000 წლეულში ერთ-ერთ კოლოსში გაჩენილმა ბზარმა საოცარი ხმა გამოიწვია და ის აღწერილია როგორც კოლოსების სიმღერა. ტემპერატურის ცვლილება და ნაპრალებში გამავალი ჰაერი მელოდიურ ხმას ქმნიდა. ბერძნებმა და რომაელებმა ჩათვალეს, რომ ეს ტროას ომის გმირის მემნონის ხმა იყო, რომელიც თავის დედას განთიადის ქალღმერთს ესალმებოდა. ანტიკურ ეპოქაში ეს ადგილი ნამდვილ ტურისტულ ეპიცენტრად იქცა. მოგზაურები 1000 კილომეტრს გადიოდნენ, რათა მომღერალი ქვისთვის მოესმინათ. თუ დღეს კოლოსების უკან გაიხედავთ, მხოლოდ ცარიელ ველს დაინახავთ. თუმცა 3500 წლის წინ აქ ეგვიპტის ყველაზე დიდი და მდიდარი რელიგიური კომპლექსი მდებარეობდა. ამენჰოტეპ მესამის მემორიალური ტაძარი ფართობით ლუქსორის და კარნაკის ცნობილ ტაძრებსაც კი აჭარბებდა. აქ ყველაფერი გიგანტური იყო. ასობით სფინქსი, ფარაონის უამრავი ქანდაკება და კედლები, რომლებიც გადმოცემით ოქროთი და ვერცხლით იყო მოპირკეთებული. სხვა ფარაონებისგან განსხვავებით, რომლებმაც თავიანთი ტაძრები მაღალ მშრალ ადგილებზე ააგეს, ამენჰოტეპმა კომპლექსი პირდაპირ ნილოსის ჭალაში გააშენა.
ყოველწლიური ადიდებისას წყალი ტაძრების ეზოებში შედიოდა და მას სიმბოლურად პირველ ყოფილ ოკეანედ აქცევდა. საიდანაც ტაძარი, როგორც სამყაროს დასაბამი, ისე ამოიზრდებოდა ხოლმე. წყალმა საუკუნეების განმავლობაში გამოფიტა საძირკველი. როდესაც ძველი წელთაღრიცხვით 1200 წელს ძლიერი მიწისძვრა მოხდა, ტაძარი ფაქტობრივად ბანქოს სახლივით ჩაიქცა. დღეს მემნონის კოლოსები ერთადერთი მცველები არიან, რომლებიც იმ უზარმაზარი ფუფუნების ნანგრევებზე დარჩნენ, რომელიც ოდესღაც აქ არსებობდა და ნილოსის სიკვდილის ნაწილიდან პირდაპირ გასცქერიან იმ მხარეს, სადაც ახლა ჩვენ მივდივართ. ნილოსის სიცოცხლის სამყოფელში. ლუქსორი მდებარეობს იმ ადგილზე, სადაც ძველი ეგვიპტის ისტორია არ იყოფა ეპოქებად. ის აქ უწყვეტ პროცესად ჩანს. ძველი სამეფოს დროს ეგვიპტელები აშენებდნენ პირამიდებს, მაგრამ ეს მოდელი არ აღმოჩნდა საკმარისი. ცენტრალიზებული ძალაუფლების რღვევამ და პირველი გარდამავალი პერიოდის ქაოსმა აჩვენა, რომ უკვდავება მხოლოდ ქვის მასშტაბით ვერ მიიღწეოდა. ახალ სამეფოში გვაქვს ფარაონთა განსასვენებელი ველი, სადაც აღმოჩნდა ტუტანჰამონის სამარხიც, რამაც ეს პერიოდი ეგვიპტის ოქროს ხანად აქცია. ძველი სამეფოს დროს გვაქვს პირამიდები, მაგრამ პირამიდების უმეტესობა გაძარცვულია. ხელუხლებელი არაფერია. ნაპოვნია მხოლოდ რამდენიმე ხელუხლებელი მუმია ქაიროში, საქარას პირამიდაში. ნაპოვნია ხნუმჯედების, დიდებულთა ზედამხედველისა და უნასის პირამიდის კომპლექსის ქურუმის, ასევე მერის, საიდუმლოთა მცველის და სასახლის დიდი წინამძღოლის თანაშემწის და სხვა მუმიების ნაწილები. მაგრამ ახალი სამეფო, რომელიც მე მართლაც აღმოვაჩინე ლუქსორში, ოქროს ქალაქია, უმნიშვნელოვანესი ქალაქი, აგებული ამენჰოტეპ მესამის მიერ. ის გვიჩვენებს, რომ ახალ სამეფოზე გვაქვს გაცილებით მეტი, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვიდრე ძველი სამეფოს დროზე. ახალ სამეფოში იდეა იცვლება. სიკვდილი აღარ იმალება შორეულ უდაბნოში როგორც იზოლირებული მონუმენტი. იგი ინტეგრირდება სახელმწიფოში, რელიგიაში და ხალხში. ლუქსორი, ძველი თებე, ამ ინტეგრაციის მთავარი სივრცეა. აქ სიცოცხლე და სიკვდილი მკაფიოდ არის გამიჯნული გეოგრაფიით. ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე აშენდა ტაძრები ცოცხლებისთვის, სადაც ღმერთებს უნდა უზრუნველეყოთ წესრიგი, ძალაუფლება და დროის გაგრძელება. დასავლეთ ნაპირზე კი შეიქმნა ადგილი, სადაც ადამიანი ამზადებდა საკუთარ თავს მარადიული არსებობისთვის. ეს არის პირველი უპრეცედენტო შემთხვევა კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ყველაზე დიდი რესურსი ეხარჯება არა ქალაქებისთვის, არამედ სიკვდილისთვის. ტაძრები, რიტუალები, ტექსტები და არქიტექტურა ემსახურება მხოლოდ ერთ კითხვას: როგორ არ დასრულდეს ადამიანი სიკვდილის მომენტში. ეგვიპტელებისთვის უკვდავება არ იყო აბსტრაქტული იდეა. ის ითხოვდა სხეულის შენარჩუნებას და ღმერთებთან შეთანხმებას. ადამიანი უნდა არსებობდეს სამ ნაწილად: სხეულად, სულად და სახელად. თუ ერთი დაიკარგებოდა, უკვდავებაც ირღვეოდა. ამიტომაც ლუქსორი არის ცვლილებების პასუხი შიშზე, რომ დრო საბოლოოდ შთანთქავს ყველაფერს. ახალი სამეფოს ჩამოყალიბებამდე თებე არ იყო ეგვიპტის მთავარი ქალაქი. ძველი სამეფოს ძალაუფლების ცენტრი ჩრდილოეთში მდებარეობდა, მემფისსა და პირამიდების ზონაში.
პირველი გარდამავალი პერიოდის შემდეგ ეგვიპტე პოლიტიკურად იშლება. ცენტრალური ძალაუფლება სუსტდება, ხოლო ფარაონის ღვთაებრივი სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. სწორედ ამ კრიზისში იწყებს აღმასვლას თებე, როგორც ახალი პოლიტიკური მოდელი. ახალი სამეფო იწყება თებედან. ამ ქალაქში გამოდიან ფარაონები, რომლებმაც სახელმწიფო ხელახლა გააერთიანეს. სწორედ აქ ფორმირდება იდეა, რომ უკვდავება აღარ არის ფარაონის პირადი საქმე, არამედ ის ხდება სახელმწიფო პროექტი. ლუქსორი ამ ცვლილების ურბანული გამოხატულებაა. ქალაქი იგეგმება არა როგორც საცხოვრებელი სივრცე, არამედ როგორც რიტუალური სისტემა. ამ ცვლილებას თანსდევს რელიგიური ტრანსფორმაციაც. თებეს ადგილობრივი ღმერთი ახალი სამეფოს დროს ხდება მთავარი ღვთაება. მისი ტაძარი კარნაკში იზრდება არაერთი ფარაონის ამბიციით, არამედ მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფო პოლიტიკით. ყოველი მმართველი ამატებს ახალ ელემენტს, რითაც საკუთარ სახელს აკავშირებს მარადიულ სტრუქტურებთან. ლუქსორის ტაძარი ის იშვიათი მონუმენტია, რომელიც არ აშენებულა სიკვდილისთვის. ის არ უკავშირდება არც დაკრძალვის და არც სიკვდილის კულტს. მისი მთავარი მიზანია სიცოცხლე, მეფის ლეგიტიმაციის დადასტურება და ძალაუფლების განახლება. ტაძრის მშენებლობა იწყება ახალი სამეფოს ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ პერიოდში, ამენჰოტეპ მესამის მმართველობის დროს. ეს იყო ეპოქა, როცა ეგვიპტე აღარ იბრძოდა არსებობისთვის. ქვეყანა იყო მდიდარი, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული და პოლიტიკურად მყარი. სწორედ ასეთ პირობებში ჩნდება ტაძარი. ახალი სამეფოს მეფეებს ჰქონდათ ურთიერთობა და ექსპორტი ნუბიიდან და მოჰქონდათ ბევრი რამ იქიდან. ასევე მიდიოდნენ აღმოსავლეთით. შემდეგ ახალი სამეფოს დიდი დრო გახდა ოქროს ხანა ვაჭრობის გამო და ეგვიპტის სიმდიდრის გამო. განსაკუთრებით ოქროსი. ოქრო ეგვიპტეში მტვერივით იყო, ანუ უდიდესი ოდენობით. წარმოიდგინეთ, რამზეს მეორის საფლავი რომ აღმოჩენილიყო, ხელუხლებელი რა მოხდებოდა. მე გავწმინდა ეს საფლავი და აღმოვაჩინე, რომ იგი უდიდესი საფლავია მეფეთა ველზე. ეს არის მსოფლიოში ერთადერთი ადგილი, სადაც ისტორია არასოდეს გაწყვეტილა. განსხვავებით სხვა ტაძრებისგან, რომლებიც კონკრეტულ ღმერთებს ეძღვნებოდა, ლუქსორი ფარაონების კურთხევის ადგილი იყო. ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ისაა, რომ ლუქსორი არასოდეს მიუტოვებიათ. როდესაც ეგვიპტე გაქრისტიანდა, აქ ეკლესია აშენდა, ხოლო მოგვიანებით მე-13 საუკუნეში პირდაპირ ფარაონების სვეტების თავზე ააგეს აბუ ელ-ჰაგაგის მეჩეთი. წარმოიდგინეთ, ქვემოთ 3500 წლის წინანდელი იეროგლიფებია, ზემოთ კი დღესაც აღევლინება მუსლიმური ლოცვა. ეს შენობა ისტორიული ლოგოს კონსტრუქციას გავს, სადაც ეპოქები ერთმანეთზეა დაშენებული. ეს სფინქსების გზაა, სწორი, მკაცრად გაწერილი ღერძი, რომელიც კარნაკის და ლუქსორის ტაძრებს ერთმანეთთან აკავშირებდა. თითოეული სფინქსი დგას როგორც მცველი, როგორც სიმბოლო და გზის ნაწილის განმარტება. კარნაკის მხარეს ისინი ვერძის თავიანები არიან და უკავშირდებიან ღმერთ ამონს. ლუქსორისკენ მიმავალ მონაკვეთში კი სახე იცვლება. ჩნდება ადამიანის სახე, ფარაონის სახე, რომელიც უკვე თავად ხდება ღვთიური ძალის მატარებელი. სწორედ ეს აღწერს კონკრეტულ პროცესს,
გზას ღმერთიდან ადამიანამდე. ის ცოცხლდებოდა მხოლოდ განსაკუთრებულ მომენტებში, როდესაც ოპეტის მზის ნავების რიტუალი ტარდებოდა. ამ დროს კარნაკის ტაძრიდან გამოჰქონდათ წმინდა ნავზე მოთავსებული ღმერთ ამუნის ქანდაკება და იწყებოდა მსვლელობა. ეს იყო საჯარო აქტი, რომლის მიზანი ძალაუფლების დადასტურებას წარმოადგენდა. ფარაონი ამ გზის ბოლოს აღარ იყო უბრალოდ მმართველი, ის უკვე ღვთიურ წესრიგში ჩართული ფიგურა ხდებოდა. საუკუნეების განმავლობაში ეს გზა გაქრა, დაიფარა ქვიშით, მოექცა მიწის ქვეშ და ნაწილობრივ დაიკარგა ქალაქის გაფართოების შედეგად. მაგრამ მისი მნიშვნელობა არ გამქრალა. ლუქსორის ტაძარში ფარაონი ყოველ წელს ახლიდან ხდებოდა მეფე. ეს იყო პოლიტიკური აქტი რელიგიური ფორმით. ამენჰოტეპ მესამის შემდეგ სხვადასხვა მმართველი ამატებს ახალ ელემენტებს. ტუტანხამონი და მისი მემკვიდრე ჰორემჰები ამარნას რელიგიური რეფორმის შემდეგ ახალ წესრიგს ადგენენ. მკვიდრდება ამუნის კულტის სრული რეაბილიტაცია და ფარაონის ტიტულატურის ხელახლა დამკვიდრება. ეს მეფე ფარაონ რამსეს მეორის მონუმენტური ქანდაკებაა. მისი სიმაღლე 11 მეტრია, წონა 83 ტონა. რამსეს მეორე, რომელიც ისტორიაში დიდი რამსესის სახელით შევიდა, ძველ ეგვიპტეს თითქმის 66 წლის განმავლობაში მართავდა. ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი და სტაბილური მმართველობის ხანა მთელი ეგვიპტის ისტორიაში. რამზეს მეორე ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და პროპაგანდისტულად წარმატებული ფარაონია. მისი ეპოქა აღინიშნება სამხედრო კამპანიებით, მასშტაბური მშენებლობებითა და უპრეცედენტო თვითწარმოჩენით. 1274 წელს ის იბრძოდა ხეთების წინააღმდეგ. სამხედრო თვალსაზრისით ბრძოლა ფაქტობრივად თანაბარი დანაკარგით დასრულდა. თუმცა რამზესმა ტაძრების კედლებზე იგი როგორც გრანდიოზული გამარჯვება ისე აღბეჭდა. ეს არის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი ისტორიულ მოვლენას მასობრივი პროპაგანდის საშუალებით საკუთარი იმიჯის გასაძლიერებლად იყენებს. ქადეშის შემდეგ რამზესმა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა ხეთებთან. ეს დოკუმენტი მიიჩნევა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უძველეს შემონახულ საერთაშორისო ხელშეკრულებად. მისი მიზანი არ არის ტაძრის ფუნქციის შეცვლა. რამზესისთვის მნიშვნელოვანი იყო საკუთარი ფიზიკური ყოფნა სივრცეში. ქვა, რომელზეც მისი სახელი არასოდეს წაიშლებოდა. რამსეს მეორის ეპოქაში ეს ადგილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჰპოვებს და ფარაონის ლეგიტიმაციის დადასტურება უკვე მასშტაბებში ხდება. აი ეს კოლოსალური ქანდაკება, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ, მთლიანად ასუანიდან ჩამოტანილი ვარდისფერი გრანიტითაა დამზადებული და ის სრული ქვისგან არის გამოთლილი. ლუქსორის ტაძრის ერთ-ერთი განსაკუთრებული თვისება მისი უწყვეტი ფუნქციონირებაა. საუკუნეების განმავლობაში იგი არასოდეს მიტოვებულა. ახლა კი ჩვენ სწორედ ამ რიტუალურ გზას გავუყვებით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კოლოსალურ და საოცარ ტაძრამდე მივიდეთ, რომლის მასშტაბურობა დღესაც განსაცვიფრებელია. კარნაკი წარმოადგენს იმ პროცესის არქიტექტურულ ჩანაწერს, რომლის დროსაც ამუნი გახდა ეგვიპტის ყველაზე ძლიერი ღმერთი, ხოლო მისი ტაძარი
სახელმწიფოს მთავარი ინსტიტუტი. ტაძრის მშენებლობა იწყება შუა სამეფოს ეპოქაში, სენუსრეთ პირველის მმართველობის დროს. სწორედ ამ პერიოდში ჩნდება პირველი მონუმენტური ნაგებობები, რომლებიც ამუნის კულტს ეძღვნება. ძველი თებე უკვე ამ დროს რეგიონის ცენტრს წარმოადგენს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ქალაქის გული. თუმცა კარნაკის რელიგიური გარდატეხა ახალ სამეფოში ხდება. ეგვიპტე სამხედრო ექსპანსიას იწყებს და თებე იქცევა იმპერიის დედაქალაქად. ამ პროცესში ამუნი აღარ არის მხოლოდ ღმერთი, ის ხდება გამარჯვების, ლეგიტიმაციის და სამყაროს წესრიგის სიმბოლო. ამ ცვლილებების მთავარი არქიტექტორი არის თუთმოს მესამე. მისი მმართველობის დროს კარნაკი სისტემურად ფართოვდება. შენდება სალოცავები, პილონები, რელიეფები, რომლებზეც ასახულია სამხედრო კამპანიები. თუთმოს მესამე საკუთარ გამარჯვებებს ღმერთს მიაწერს და ამ გზით ქმნის პოლიტიკურ ნარატივს. ფარაონი იმარჯვებს იმიტომ, რომ ეს ამუნმა ინება. სენუსრეთ პირველის მიერ დაწყებული მშენებლობა აჩვენებს ახალ პოლიტიკურ ამბიციას, ღმერთის ძალით ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნას. კარნაკის ტაძრის კომპლექსში მდებარე ჰიპოსტალური დარბაზი ძველი ეგვიპტის არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ტექნიკურად რთული სივრცეა. მისი მშენებლობა დაიწყო სეთი პირველის დროს და დასრულდა მისი შვილის, რამსეს მეორის მმართველობის პერიოდში. დარბაზი დაახლოებით 5000 კვადრატულ მეტრს მოიცავს და შეიცავს 134 სვეტს, რომლებიც განლაგებულია მკაცრად სიმეტრიულ ბადეში. ცენტრალური რიგის 12 სვეტი სიმაღლით 20 მეტრს აღწევს. მათი კაპიტელები გახსნილი პაპირუსის ფორმას იმეორებს, რაც სიმბოლურად ნილოსის ჭაობებსა და სიცოცხლის წარმოშობას უკავშირდება. დარბაზის არქიტექტურა გათვლილია სინათლის კონტროლზე. გვერდითი სვეტები შედარებით დაბალია და დახურული პაპირუსის ფორმით სრულდება. ცენტრალური სვეტების ზემოთ განლაგებული კლერესტორიული ფანჯრები მზის სხივებს საშუალებას აძლევდა ზუსტად განსაზღვრულ კუთხეებში შემოეღწია. რის შედეგადაც სივრცე დრამატულად იცვლიდა ატმოსფეროს დღის განმავლობაში. კედლებსა და სვეტებზე ამოკვეთილია რელიეფები, რომლებიც ასახავს სამხედრო კამპანიებს, რიტუალებსა და ღვთაებრივ ლეგიტიმაციას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სეთი პირველის პერიოდის მაღალი ხარისხის ღრმა რელიეფები და რამსეს მეორის მიერ დამატებული უფრო ზედაპირული, მაგრამ მასშტაბური კომპოზიციები. ის ფუნქციონირებდა როგორც რიტუალური ტრანზიციის ზონა, სადაც ღია ეზოდან შემოსული ადამიანი თანდათანობით გადადიოდა უფრო ბნელ, სვეტებით სავსე გარემოში, რაც სიმბოლურად ქაოსიდან წესრიგისკენ და ადამიანურიდან ღვთაებრივისკენ მოძრაობას აღნიშნავდა. მაგრამ შესაძლოა ახალი სამეფოს დროს ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ჰქონდათ ისეთი დიდი ტაძრები, როგორიცაა ლუქსორში. ეს არ იყო ძველ სამეფოში, რადგან მაშინ ტაძრები ერწყმოდა პირამიდებს. ხოლო აქ უკვე გამოაცალკევეს კარნაკის ტაძრების საფლავებისგან და დასაკრძალი ტაძრებისგან და ამიტომ ხალხის ცხოვრებას ძველი სამეფოს დროს მივიჩნევთ ოქროს ხანადად.
რადგან იმ დროს ეგვიპტელები უფრო მეტად ტკბებოდნენ ცხოვრებით. შეგიძლიათ ნახოთ ხალხი, რომლებიც მღერიან, ცეკვავენ, მართავენ წვეულებებს. ვერ ვხედავთ ამას ძველ სამეფოში ასეთი სახით. ამიტომ ახალი სამეფოს დროს სამარხების რელიეფური ნახატების მეშვეობით აჩვენებს, რომ ეს მართლაც არის ეგვიპტის ოქროს ხანა. და მაინც თავარი კითხვა სხვაა. როგორ გადარჩა ეს ყველაფერი ათასობით წლის განმავლობაში? ამის პასუხი მხოლოდ ერთადერთი მიზეზია. ტაძარი აგებულია მასიური ქვიშაქვის ბლოკებით, რომლებიც თავად ქმნიან სტაბილურ კონსტრუქციას. ლუქსურის უკიდურესად მშრალი კლიმატი თითქმის გამორიცხავს იმ მთავარ ფაქტორს, რაც ისტორიულ შენობებს ანადგურებს. მაგრამ ყველაზე საინტერესო დეტალი პარადოქსულია. დროის განმავლობაში, როცა ტაძარმა ფუნქცია დაკარგა, მისი ნაწილი ნელ-ნელა დაიფარა ქვიშითა და ნილოსის ნალექებით. სვეტების ქვედა ნაწილები და რელიეფები მიწის ქვეშ მოექცა და სწორედ ამან გადაარჩინა ისინი. კარნაკის ტაძრის კომპლექსის შემთხვევაში მთავარი საკითხი ისაა, რომ ის სრულად არასოდეს განქრალა. პირველი მიზეზი არის მასშტაბი. კარნაკი იმდენად დიდი და მასიური ქვის ბლოკებითაა აგებული, რომ მისი სრული დემონტაჟი კოლოსალურ რესურსს მოითხოვდა. უფრო პრაქტიკული იყო არსებული სტრუქტურების გამოყენება, ვიდრე მათი დაშლა. რამზეს მეორე კარნაკში ამატებს საკუთარ სახელს იმპერიის მასშტაბით. მისი წარწერები, რელიეფები და ქანდაკებები არ ქმნიან რაიმე ახალს, არამედ ამტკიცებენ უკვე არსებულ იდეას. რამზესისთვის კარნაკი წარმოადგენს ადგილს, სადაც მისი სახელი საუკუნეების განმავლობაში უნდა გადარჩეს. ამონის ქურუმები ფლობდნენ მიწებს, საგადასახადო პრივილეგიებს და საკუთარ არმიებსაც კი. გარკვეულ მომენტში ისინი კონკურენციას უწევდნენ თავად ფარაონს. ეს არის იშვიათი მაგალითი, როცა ღმერთის სახელით შექმნილი ინსტიტუტი პოლიტიკურ ძალად იქცა. ეგვიპტისთვის კარნაკი ახალგაზრდა ტაძარი იყო, რადგან მისი შენება შუა სამეფოს დასაწყისიდან დაიწყო. როცა თებეს ნომარქებმა კვლავ გააერთიანეს ეგვიპტე და ფარაონები გახდნენ. შუა სამეფოდან მოყოლებული კარნაკი ეგვიპტის თავისებურ მემატიანედ გადაიქცა. ყველა ფარაონი ცდილობდა ტაძარი თუ არა, რაიმე დეტალი მაინც შეემატებინა მისთვის. კარნაკის კედლებზე ჩაწერილია ეგვიპტის ისტორია, რადგან ფარაონები თავიანთი საგმირო საქმეების ამსახველ ტექსტებს და გამოსახულებებს კარნაკის კედლებზე ათავსებდნენ. აქ მოხსენიებულია ეგვიპტის პრაქტიკულად ყველა ფარაონი ერთი კარტუშით მაინც. კარნაკის ტაძარს ძველ ეგვიპტელთათვის მხოლოდ რიტუალური დანიშნულება არ ჰქონდა. მათი წარმოდგენით ეს იყო ადგილი, საიდანაც სამყარომ დაიწყო არსებობა. ისინი ფიქრობდნენ, რომ დიდმა ამონ-რამ აქ შექმნა პირველი ბორცვი, საიდანაც არსებობა განაგრძო ყველაფერმა. ეგვიპტური რწმენით ამონ-რას მიერ შექმნილი სამყარო იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ღმერთს კარნაკში სათანადო პატივი მიეგებოდა. ღვთაების მარადიული არსებობა მუდმივ მსახურებას მოითხოვდა. თუ ეს მსახურება შეწყდებოდა, საფრთხე დაემუქრებოდა არა მხოლოდ ღმერთის კეთილგანწყობას, არამედ თავად სამყაროს არსებობასაც.
მაგრამ კარნაკი არ იყო მხოლოდ ქვეყნის უზენაესი ღვთაების მთავარი საცხოვრისი. ის ასევე აღიქმებოდა როგორც ყველა ეგვიპტური მეფის ლეგიტიმაციის წყარო. სწორედ აქ ხდებოდა ფარაონის აღიარება ამონის საყვარელ შვილად. ეს აღიარება უმაღლესი ქურუმების მიერ სრულდებოდა და მეფის ხელისუფლებას ღვთაებრივ საფუძველს აძლევდა. აქ ტარდებოდა კორონაციის რიტუალები და ხებსედი, მეფის ძალაუფლების განახლების ცერემონია. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მიძღვნის აქტი და არა ნაგებობის ფორმა. სწორედ ამიტომ ძველი ეგვიპტელი ფარაონები გამუდმებით ანგრევდნენ ძველს და აგებდნენ ახალს. ხშირად ახალი ტაძრის ასაგებად ისინი იყენებდნენ ძველ პილონებს და ქვის ბლოკებს. ამ პროცესის შედეგად დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია კარნაკის ხანგრძლივი არქიტექტურული ისტორიის სრული აღდგენა. რთულია იმის დადგენაც, თუ რა თანმიმდევრობით იყო აგებული კონკრეტული დარბაზები და სტრუქტურები. ვარაუდობენ, რომ უძველესი ტაძარი შედგებოდა წმინდათა წმინდა ოთახისგან, სადაც ამონ-რას ქანდაკება იყო დაბრძანებული. ეს ოთახი შედგებოდა ასევე ორი დამატებითი კომპონენტისგან, რომელიც ჩვეულებრივად ახასიათებდა ეგვიპტურ ტაძრებს. ამ ნაგებობის დიდ ტაძრად გადაკეთება სავარაუდოდ თოტმეს პირველის დროს დაიწყო, მისი ცნობილი არქიტექტორის ინენის დახმარებით. ინენის სამარხში, თების ნეკროპოლისში დაცულია იმ ნაგებობების გამოსახულებები, რომლებიც მან მეფეს აუგო. ამ გამოსახულებების მიხედვით ინენიმ ტაძარს მაღალი გალავანი შემოავლო. ეზოში შესვლა ხდებოდა დღევანდელი განლაგების მიხედვით მეხუთე პილონიდან. გალავნით შემოვლებულ ეზოს სავარაუდოდ ოსირისის გიგანტური ქანდაკებები ერტყა გარს. მეხუთე პილონის ეზოდან იწყებოდა დარბაზი, რომელსაც თავად ინენი აღწერდა როგორც ბრწყინვალე დარბაზ პაპირუსის ფორმის კოლონებით. თელ კომპლექსს შემოვლებული ჰქონდა კიდევ ერთი გალავანი, რომლის შესასვლელს მეოთხე პილონი წარმოადგენდა. ძველი სამეფოს დროს ეგვიპტელებს არასოდეს ჰქონიათ მუდმივი არმია. ისინი ცხოვრობდნენ იზოლირებულად. აგებდნენ სამარხებს და კრებდნენ მცირე რაზმებს მხოლოდ იმისთვის, რომ დაეცვათ ექსპედიციები, რომლებიც სინაიში მიემგზავრებოდნენ ქვების ჩამოსატანად. მაგრამ ახალი სამეფოს დროს იყო დიდი არმია. არმიის ზედამხედველი და იმართებოდა დიდი ბრძოლები, როგორიცაა მეგიდოს ბრძოლა, თუთმოს მესამის მიერ და ასევე რამზეს მეორის ბრძოლა, როცა ის იბრძოდა ხეთების წინააღმდეგ. მანამდე ეგვიპტე მართლაც იზოლირებული იყო. მაგრამ როცა ეგვიპტე ჰიქსოსებმა დაიპყრეს, ეგვიპტელები მიხვდნენ, რომ უნდა დაეცვათ აღმოსავლეთი და სამხრეთის საზღვრები. მათ დაიწყეს ჯარისკაცების წაყვანა ნუბიიდან. მაგრამ ასევე ეგვიპტელებს აღმოსავლეთში მოგზაურობიდან მუდამ ჩამოჰყავდა დიდებულების შვილები. სირიიდან და პალესტინიდან. ზრდიდნენ მათ თავიანთ სახლებში ერთგულებისთვის. ამით ვხედავთ განსხვავებას მათ ცხოვრებაში. ამას გვიჩვენებს რელიეფურ ნახატებში გადმოცემული სცენები ახალი და ძველი სამეფოების სამარხებში. ჩვენ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რას ნიშნავდა სიტყვა ფარაონი ძველი ეგვიპტელებისთვის. იგი უპირველეს ყოვლისა იყო მზის ვაჟი. ვაჟი, რომელსაც გამოსახავდნენ ჰორის, შევარდენის სახით. მითოლოგიის მიხედვით ჰორი იყო ოსირისის ვაჟი და მას სთხოვდნენ შურიეძია მამის მკვლელ ბიძაზე, სეთზე, ბოროტების ღმერთზე. სწორედ ასეთი მებრძოლი ღვთაება წარმოადგენდა ფარაონის იდეალურ სახეს, რომელიც ძველი წელთა აღრიცხვით 1463 წელს ქალმა დაიგავა ტახტზე. დედოფალ ჰატშეპსუტის ტაძარი
ერთ-ერთი მათგანი, რომელიც თელს მსოფლიოს აოცებს ახალი სამეფოს ეპოქალური ნაგებობებიდან. ძველ ეგვიპტეში ფარაონად კურთხევა მხოლოდ მას შეეძლო, ვინც დედის ხაზით იყო ამ ტახტის მფლობელი. ხოლო ტახტის ფლობა ასევე შეეძლოთ მათ, ვინც ფარაონის ქალიშვილზე იქორწინებდა. ამიტომ ხშირად ხდებოდა ისე, რომ ფარაონები თავიანთ დებზე ქორწინდებოდნენ ხოლმე, რომ ეს დინასტიური სისხლი ისევ დარჩენილიყო ტახტის შიგნით. ჰატშეპსუტის ისტორია ამას თვალნათლივ ადასტურებს. იგი იყო თუტმოს პირველი ცოლის, იახმოსის ქალიშვილი. ფარაონს ვაჟი იახმოსთან არ ჰყოლია. ხოლო მეორე ცოლისგან, ნუტნოფერისგან შეეძინა ვაჟი, თუტმოს მეორე, რომელმაც ჰატშეპსუტზე იქორწინა. თუტმოს პირველის გარდაცვალების შემდეგ ჰატშეპსუტი ტახტის რეგენტი გახდა. ფარაონის მეუღლის სტატუსით დროთა განმავლობაში მან ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება თვითონ მიიკუთვნა. მემკვიდრე ვაჟი თუთმოს მესამე დაიბადა მეორე ცოლისგან, ისიდასგან. იმ დროს იგი იყო ამონ-რას ქურუმი კარნაკის ტაძარში. მიუხედავად ახალგაზრდობისა, ჰატშეპსუტმა შეძლო გამხდარიყო რეგენტი. ხელში აიღო ტახტის კონტროლი და სახელმწიფო მართვის სრული უფლება. რამდენიმე წლის შემდეგ იგი ოფიციალურად გახდა ეგვიპტის მმართველი. რეგენტობის პირველივე დღიდან ჰატშეპსუტი შეუდგა თავისი ქალურობის დაფარვას. იგი იღებდა სამეფო გადაწყვეტილებებს, ატარებდა ფარაონთა საბურავ ნემეს, შუბლზე წმინდა კობრას და არც ხელოვნური ნიკაპის წვერი დაივიწყა. დედოფალი ჰატშეპსუტი თავისი მასკულინურობის გამოვლენას არამხოლოდ თავისი ტიტულატურით და ტახტით ცდილობდა, არამედ ფიზიკურადაც ემსგავსებოდა მამაკაცს. მეტიც ის ფარაონის თავსაბურავსაც ატარებდა და ქანდაკებებზე საკუთარ სახეს როგორც მამაკაცი ისე გამოსახავდა. აი ეს სფინქსიც სწორედ ერთ-ერთი მისი გამოსახულებაა. ყველა ეს დეტალი ემსახურებოდა ერთ მიზანს. ჰატშეპსუტმა გაამზადა გარშემომყოფები თავისი გამეფებისთვის. ტაძრების კედლებზე იგი გამოსახული იყო როგორც მამაკაცი, თუმცა ქანდაკებებზე და სფინქსებზე ჩანდა მისი ქალური ნაკვთები. სენმუთის გარდაცვალების შემდეგ ჰატშეპსუტმა საკუთარი აკლდამა მის განსასვენებელთან გააშენა. ეს საოცარი ნაგებობა ჰატშეპსუტის პირადი არქიტექტორის დაგეგმარებულია. სხვათა შორის, აქაურმა მუშებმა ძალიან საინტერესო რამ გამოსახეს ამ ტაძრის ერთ-ერთ კედელზე. ეს არის სწორედ აი ამ არქიტექტორის და დედოფალ ფარაონ ჰატშეპსუტის სექსუალური კავშირის შესახებ. მათი სარკოფაგები მიწის ქვეშ ახლოს მდებარეობდა. ამ ჟესტით ჰატშეპსუტმა თითქოს უკდავყო სიყვარული, რომელიც სიცოცხლეშივე გასაჯაროებისთვის შეუფერებელი იქნებოდა. ჰატშეპსუტი მწვავე ინფექციით გარდაიცვალა, რომელიც ორგანიზმში გამოხრული კბილიდან შეიჭრა. სავარაუდოდ იგი ძვლების კიბოთი იყო დაავადებული და დიაბეტის სჭირდა. მისი გარდაცვალების შემდეგ თუთმოს მესამის მეფობის ხანაში დაიწყო მისი როგორც ფაქტი სამოშლა ისტორიიდან. ჰატშეპსუტის სახელი და გამოსახულებები გულმოდგინედ და ფაქისად გადაიფხიკა ტაძრების კედლებიდან. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ეს პროცესი ფარაონის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ დაიწყო.
ასეგვიან. თუ თუთმოს მესამე უზურპატორი დედინაცვალისთვის შურისძიებას აპირებდა, რატომ იცდიდა ამდენ ხანს? ძველ ეგვიპტეში ქალი ვერ იქნებოდა ფარაონი. ფარაონი უნდა ყოფილიყო კაცი, მაგრამ როცა მან აიღო ტახტი, სცადა ისტორიის შეთხზვა თავისი ღვთაებრივი დაბადების შესახებ. თითქოს და ღმერთის ასული იყო. ის კაცი ვით იმოსებოდა, მაგრამ ეგვიპტელებმა ეს არ აპატიეს და სრულად დაანგრიეს მისი ძეგლები. ეს არ მომხდარა თუთმოს მესამის მიერ, რადგან მე აღმოვაჩინე დედოფლის ველის ტაძარი. და იქ ვიპოვე თუთმოს მესამის ქანდაკება, როგორც ფარაონისა, რომელმაც შეინარჩუნა მისი კულტი. ამიტომ ის, რაც დაწერილია წიგნებში, სინამდვილეში არ არის ჭეშმარიტება. ჰეტშეპსუტმა იმეფა 22 წელი, მაგრამ ეგვიპტელებმა სრულად დაანგრიეს მისი ძეგლები რამესიდების პერიოდში. ამას ისიც ემატება, რომ ყველა ის გამოსახულება, სადაც ჰატშეპსუტი გამოსახულია, როგორც ფარაონ თუთმოს მეორის მეუღლე, ხელუხლებელია. ეგვიპტოლოგთა აზრით, სავარაუდოდ თუთმოს მესამე ასე იმიტომ მოიქცა, რომ თავისი კანონიერი წარმოშობა დაემტკიცებინა. მას რა თქმა უნდა არ აწყობდა, რომ თავის შთამომავლობას რაიმე პრობლემა შექმნოდა სამეფო ტახტის დამკვიდრებისას. ალბათ სწორედ ამ მიზნით გადაწყვიტა გაეკრო ჰატშეპსუტი როგორც ფარაონი და დაეტოვებინა ჰატშეპსუტი როგორც ფარაონის მეუღლე. ამით კი ყველაფერი ისე გამოჩნდებოდა, თითქოს თუთმოს მეორის შემდეგ ეგვიპტის მმართველობა პირდაპირ მის ვაჟს გადაეცა. ჰატშეპსუტის მუმია დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, სანამ ეგვიპტოლოგმა ზაჰი ჰავასმა 2007 წელს ის ხელახლა არ შეისწავლა. თავიდან ჰოვარდ კარტერმაც აღმოაჩინა ეს მუმია, მაგრამ მეფეთა ველზე, როცა ეს სამარხი იპოვა, იქ ნახეს ორი მუმია, ერთი მისი ძიძა იყო, მეორე მუმია კი რახან ძირს ეგდო, მან არ მიიჩნია, რომ ეს დიდგვაროვანს ეკუთვნოდა, რადგან არც ოქროულობა და არც სხვა სიმდიდრე იქ არ იყო. ერთი საუკუნის შემდეგ კი ზაჰი ჰავასის ხელმძღვანელობით სამარხი ხელახლა გახსნეს და შენიშნეს ერთი დეტალი. მუმიის მარჯვენა ხელი იდავში იყო მოხრილი და გულზე ებჯინა. მე-18 დინასტიის სამეფო წარმომადგენლებს კი სწორედ ამ მდგომარეობაში ასაფლავებდნენ. I can say that this is most important discovery after the discovery of Tutankhamun in the Valley of the Kings. ტესტების შედეგად დადგინდა, რომ ერთ დროს არაფრად მიჩნეული მუმია ქალი ფარაონი აღმოჩნდა. We put all the artifacts of Hatshepsut under the CT scan machine. In this box, every Egyptologist believes that it is for the liver of the queen. It has the throne name of Queen Hatshepsut. ქალი, რომელმაც საკუთარ მიზანს საკუთარი სქესის უარყოფით მიაღწია. ეს ძველი გორნას ტერიტორიაა ლუქსორში, ამენჰოტეპ მესამის სამგლოვიარო ტაძრის მიმდებარედ. აქ მოსახლეობა ცხოვრობდა, მაგრამ მეცნიერებმა და არქეოლოგებმა აქ საკმაოდ დიდი ნაქალაქარი აღმოაჩინეს. აქ მიმდინარეობს ახლა სერიოზული არქეოლოგიური გათხრები და ვინც ის კიდევ რა საიდუმლოებები ინახება ეგვიპტის ცხელი ქვიშის ქვეშ. ეს ყველაფერი პირამიდები, ტაძრები, სამარხები და ნეკროპოლები, ეს არის ადამიანის პასუხი ყველაზე ძველ კითხვაზე. რა რჩება ჩვენგან სიკვდილის შემდეგ? ძველ ეგვიპტეში სჯეროდათ, რომ სიცოცხლე არ მთავრდება, თუ იგი წესრიგის მიხედვით არის მოწყობილი. თუ სახელი გამოითქმება, სხეული დაცულია და სამყარო აგრძელებს მუშაობას იმავე კანონებით. ამიტომ ააშენეს ყველაზე დიდი ნაგებობები არა საცხოვრებლად, არამედ წასასვლელად.
ჯოსერის პირამიდიდან ლუქსორამდე, კარნაკიდან მეფეთა ველამდე ერთი იდეა მეორდება. ადამიანი ცდილობს არ გაუჩინარდეს. უკვდავება არის ნიშნის დატოვება სამყაროში. ისეთი ნიშნის, რომელიც 1000 წლეულების შემდეგაც კი აჩენს კითხვას და პასუხსაც თავად მოითხოვს.